ეხლა სამშობლო, რა თქმა უნდა, სამშობლოთი ყოველთვის ბოლოსკენ გავდივართ ხოლმე და ძალიან მაგარი ვიდეო ნახე. პატარა ბიჭიც ეკავდა ზეიმზე, ბაღის ზეიმზე რა და თქვენც მინდა განახოთ მუსიკა შეუცვალეთ просто მეტალისა და ისეთი მაგარი გამოვიდა რომ აი ნახეთ ძალიან გთხოვთ რა მაგრაც ეკოს ძალიან მაგარი ბავშვია. თუ შეიძლება გავუშვით რა. მაგრაც ეკოს. ძალიან მაგარი ბავშვი და მუსიკა რა მაგარი. აი ძალიან მაგარია. ეხა ვიდა განახოთ ეს ვიდეოს წავაწყდი, ერთი ძალიან ლამაზი ქართველი გოგო თავისთვის ყველაზე საყვარელ ქართულ სიმღერას ბღერის რა და ეს მინდა თქვენს განახოთ რაღაცა ისე მოვხდულზე რა თუ შეიძლება რა. ყველაზე ლამაზი ქართული სიმღერა მაგასმენინაოთი. შორით თავს გიხრი და შორით გესალმები. გზებზე გაგიგიდე ფანთებო ჭრილობებს შეკარნა ჩუქარი სისფერი კესანები სულში ამოდიან და თინათინობენ თუ ზენა ესის გამჩენი სრემლით ხარ დილით მითხარი რომელი სოდვი ისეთი გოგო არის არა თითქოს ქართული სილამაზეც როგორ ეთქობა თავისთვის ფერი თვალებით ამიტომი და სიმღერა ძალიან კარგი ცოდნია და კარგი სიმღერები ყვარებია. კარგით, ეხა მინდა პატარა მონაკვეთი რაღაც ფიროსმანის ის შემხვდა რა. პატარა რა ქვია имас მარიონეტული ამბავი და ძალიან მომეწოდა და თქვენც მინდა განახოთ რა თუ შეიძლება გავუშვით. Был художник один, домик имел и холсты, но он актрису любил, ту, что любил цветы. Он тогда продал свой дом, продал картины и кровь, и на все деньги купил целое море цветов. Миллионами. Ай, ძალიან კაი იყო რა.